როგორ იქნება ევროკავშირი? ორი მსოფლიო ომის შედეგად ევროპაში იცვლება რეალობა, იცვლება აღქმა. გამოაჩინა ის ხარვეზები, რაც ჰქონდა სისტემას, აღარა გვაქვს უკვე ქმედითი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფილოსოფიურად ახალი ეტაპი, როცა ჩვენ გადავდივართ რაღაცა ფედერაციის ფორმირებაზე. და ჩვენ ვექცევით უკიდურეს იზოლაციაში. ამან გამოიწვია ნაციონალისტური აღწყინება პატარა ჩაგრულ ერებში. ქართული დიპლომატია უმძიმეს პერიოდს გადის ახლა. ამან თვითონ ევროკავშირი ხო არ დაასუსტა მისი მტრების და პოპულისტური ავტორიტარული ძალების წინააღმდეგ. და 92 წელი არის უკვე, როდესაც ევროკავშირი იღებს ინსტიტუციონალურ სახეს. გადარჩენა გვჭირდება ამ მომენტში, რომ რუსული სივრცისგან როგორმე დავაღწიოთ თავი და ქართული ღირებულებები დიდწილად თანხმედრაშია ევროპულ ღირებულებებს. პირველ რიგში უკრაინის დაცვით და უკრაინის დახმარებით საკუთარ თავს იცავენ. თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ შეინარჩუნოს მაქსიმალურად, კი არა, თავიდან ბოლომდე საკუთარ მყოფადობა. ეს თვითგამორკვევა ეხება მხოლოდ ცივილიზებულ ერებს. თულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება რომ ესე ჩამორჩენილიყავით ჩვენ.